თბილისის მერია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს პროექტს, როგორც უკვე გითხარით, ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის. ძალიან სასიხარულოა, რომ რა თქმა უნდა ამ პროგრამაში საშუალება ექნებათ ჩაერთონ როგორც ყველა მოქალაქეს, ვინც თქვათ, სწორედ აი ამ ადრეულ სტადიაში გამოავლენს ამ დაავადებას, მათ შორის სოციალურად დაუცველ ქალბატონებს და რა ვიცი, მე მგონი ეს პროგრამა რაღაც მიმართული იქნება სწორედ პრევენციისკენ. მე როგორც გავიგე და ამას დავაზუსტებ, რა თქმა უნდა, ჩემს სტუმრებთან ერთად, აქ საუბარია ერთ-ერთ ყველაზე ძვირ პრეპარატზე, რომელიც ძუძუს კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. ხშირად ამ პრეპარატის მიუწვდომლობა ისეთი ტრაგიკული ისტორიების ხო ძალიან ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაშინ როცა 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს ეს პრეპარატი. ანუ რაღაცა ისეთი საბედისწერო პრეპარატი გახდა ამ საბედისწერო დაავადების შემთხვევაში და სწორმა ამ პრეპარატთან თუ გაუჩნდება რაღაცა რიგ ადამიანებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ სახელმწიფოს ძალიან დიდი თანხის გაწევა მოუწევს როგორც ჩანს ამ პროგრამის გათვალისწინებით. და მე მგონი ძალიან სწორი მიზნით არის გაწეული ეს თანხა. ანუ სამწუხაროდ დაავადებულთან. მოდით მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. ქალბატონი ნია შარიქაძე, ონკოლოგი, ასევე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი ბატონი გელა ჩივიაშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. სალამი. ძალიან დიდი მადლობა რომ ასე ვთქვათ, მერიის და სამინისტროს წარმომადგენლებიც მობრძანდით და ასევე ექიმი მობრძანდა და შეიძლება ერთი შეკითხვით დავიწყო, რომ უფრო ნათელი იყოს მაყურებლისთვის, რა არის ადრეული ძუძუს კიბო, რომ კარგად განმარტოთ? დიდი მადლობა პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რომ მაქვს საშუალება ვილაპარაკოთ არა მარტო ამ პროექტზე, არამედ საერთოდ ძუძუს ადრეულ კიბოს შემთხვევებზე. მინდა ორი სიტყვით ვთქვა, რა არის კიბო? კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება განუსაზღვრელი გამრავლების უნარით, მეტასტაზირების უნარით და მიმდებარე ქსოვილებში ჩაზრდის, ასე ვთქვათ, ინვაზიის უნარით. ძუძუს და შესაბამისად რასაკვირველია აქვს თავისი სტადიები. სტადიები გულისხმობს სიმსივნის ზომას, გულისხმობს მის რეგიონალურად გავრცელებას, ანუ ლიმფური კვანტების დაზიანებას და გულისხმობს მეტასტაზირებას. შესაბამისად, ძუძუს ადრეული კიბო გულისხმობს ადგილობრივად არსებული სიმსივნის არსებობას და მის მიმდებარე რეგიონალურ ლიმფურ კვანძების დაზიანებას. არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს მეტასტაზირებას. შესაბამისად, არსებობს 4 სტადია, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სტადია. პირველი 3 სტადია მოიაზრება როგორც ძუძუს ადრეული კიბო, უფრო სწორად მესამე უკვე გულისხმობს ადგილობრივად გავრცელებულ სიმსივნეს, თუმცა მაინც გადის ადრეულ სტადიაზე, რადგან იგი ექვემდებარება ოპერაციულ ჩარევას. თუმცა შეგაწყვეტილოთ, ახლა რეკლამის დრო მოვიდა, თან ინტერაქტივებს შევაჯამოთ 52-47-ზე ესია დაახლოებით. ანუ 400-მდე ზარია უკვე შემოსული. დიახ არის პასუხი, წირედით წინ არის ხო ჯერჯერობით. დაველოდოთ შემდეგ ინტერაქტივს, ახლა რეკლამაზე გავიდეთ და გავაგრძელოთ კვლავ თემაზე საუბარი. თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს მკურნალობის პროგრამას იწყებს. რატომ მიმართავენ საქართველოში მამაკაცები უროლოგს დაგვიანებით? ჩვენ სამედიცინო რუბრიკაში ყველაფერი მამაკაცის უნაყოფობის და ონკოუროლოგიის შესახებ. ბრუნდებით ეთერში, ვიდრე განვაგრძელოთ თემას საუბარს, ინტერაქტივს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ახლა გამოჩნდება ეკრანებზე. არის თუ არა ნარკოტიკის მოხმარებელი კრიმინალი, დიახ და არა პასუხები, 54%-ზე ოდნავ მეტი თვლის რომ დიახ და არას პასუხობს 45.2%. ამ დროისთვის 540 ზარია შემოსული. მესამე ბლოკში ამ თემაზე საინტერესო მსჯელობა გველოდება და რაც შეეხება სამედიცინო თემას, საუბრობთ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების პროგრამაზე, რომელიც მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყეს. ჩვენ გვყავს ორივე უწყების წარმომადგენელი და ასევე ექიმი, რომელიც საუბრობდა და გვიხსნიდა ზოგადად კიბოს შესახებ ვისაუბრეთ.
სტადიებზე ვისაუბრეთ და განმარტეთ რა არის ადრეული ძუძუს კიბოს სტადია, რომელიც პირველ, მეორე და ნაწილობრივ მესამე სტადიასაც მოიცავდა, ხო? ძუძუს კიბოს მესამე სტადიას მოიცავს თავისთავად უბრალოდ განსხვავება აქ არის, რომ პირველ-მეორე სტადიაზე შესაძლებელია გაკეთდეს პირდაპირ ოპერაცია და შემდგომ შესაბამისი მკურნალობა. თუ ეს მესამე სტადიაა და ასე ვთქვათ, მდგომარეობაა შესაფასებელი, ამ შემთხვევაში როგორც წესი იწყება ჯერ მედიკამენტოზური მკურნალობით და შემდეგ გრძელდება უკვე. სწორედ ეს მინდა და მეკითხა, რას მოიცავს ასე ვთქვათ ეს პროგრამა, იმიტომ რომ აქ ნახსენები იყო ასევე ქირურგიული ჩარევა და ასეთი ტიპის მკურნალობა და ასევე მედიკამენტები. მოდით გითხარით, მხოლოდ მედიკამენტს მოიცავს, თუ თქვათ მკურნალობის სხვა ხარჯებით შეიძლება დაფაროს ამ შემთხვევაში თბილისის მერია. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ეს პროგრამა პირდაპირ მიმული არის იმ მედიკამენტზე, რომელიც ეფექტური არის და რომლის ეფექტურობაც აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, უბრალოდ იმის გამო, რომ ქირურგიულ ჩარევას უკვე საყოველთაოდ ჯანდაცვა ფარავს, შესაბამისადაც ამ პროგრამაში აღარ იქნებოდა გათვალისწინებული და გათვალისწინებული არის ის მედიკამენტი, რომელიც რომლის ღირებულებაც საკმაოდ მაღალი არის და იცაბაზრო ღირებულება 5500 ლარამდე ადიოდა, რა თქმა უნდა, ერთი კურსი არის ერთი ფლაკონის ღირებულება არის 5500 ლარი, ანუ კურსი მოიცავს დაახლოებით 13 ფლაკონს, შესაბამისადაც მთლიანად კურსი ღირებულების 70000 ლარზე მეტი არის და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისაც, რომ ადამიანი როგორც შესაძლებელი ოჯახიდანაც არ უნდა ყოფილიყო, ხშირად იყო, რომ ბოლომდე ვერ იტარებდა ამ კურსს, ანუ მისი შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობაც წყალში გადაყრილი იყო, იმიტომ რომ შეიძლება 4-5 ფლაკონი ეყიდა და შემდეგ და ეს ეფექტურობაც საკმაოდ მაღალია, ხო, როგორც თქვა, პროცენტულად რაღაც რეციდივის რისკს ამცირებს. მნიშვნელოვნად ამცირებს, ამაზე ისაუბრეს კიდეც ქალბატონმა არის. და თვითონ მერიამ ეს პროგრამა, როდესაც დაიწყო, საფუძველი სწორედ ეს ეფექტურობა იყო ერთ და მეორე ფინანსური ტვირთის შემსუბუქება. და შესაბამისად მისი მწარმოებელმა ერთი მწარმოებელია ფაქტიურად სოფლიოში ამ პრეპარატის და საკმაოდ სახელმწიფოებრივად მიუდგა და ამ პროგრამისთვის ანუ ამ შემთხვევაში სამინისტროს და მერის ერთობლივი პროგრამისათვის ფასი გაგვინახევრა და არის უკვე 2700 ლარი, რაც მოიცავს უკვე სრული კურსის დაფინანსებას ყველა იმ ქალბატონისათვის, რომელსაც ეს საჭიროება ექნება. გადავიდეთ მაშინ და უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მინდა ასევე რამდენი ქალბატონი იქნება, ვთქვათ, ბენეფიციარი, როგორც ვქვია, მოსარგებლე, მიმღები ამ პროგრამის და როგორ ხდება შერჩევა, როგორ ხდება მოხვედრა, ჩართვა ამ პროგრამაში. ანუ პირველი თებერვლიდან თუ დაიწყო, უკვე ალბათ არის ის მოძრაობა, რომ ვინ პირველი, ვთქვათ, რამდენი ადამიანი დაფინანსდება თავიდან და ასე შემდეგ. სტატისტიკურად საქართველოში დაახლოებით 13000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად სიმსივნის, რაც ძალიან დიდი რიცხვია და მათ შორის 20-30% არის სწორედ ეს ერორ რეცეპტორ დადებითი აგრესიული სიმსივნე. ეს არის ის მონაცემი, რაც ამ წუთას გვაქვს ჩვენ და აქედან ესე ვთქვათ პროცენტულად გადაყოფით დაახლოებით 200-250 პაციენტი მოდის ესე ვთქვათ თბილისის გარეთ მოსახლეობა და 130-150 დაახლოებით მოდის თბილისში, რაც ამ წუთისთვის გვაქვს ჩვენ სტატისტიკური მონაცემები. შესაბამისად თბილისის მერიამ აიღო რა თქმა უნდა თბილისის მოსახლეობის დაფინანსება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს დანარჩენ მოსახლეობას რეგიონებში თბილისის გარეთ. ისეთ ციფრებს ასახელებთ, რომ რაღაცა პრევენციაზე ფიქრი ძალიან ისეთია რა, აქტუალური, რომ ხო ხდებით ყოველ 13 ამდენი ახალი შემთხვევა წელიწადში თქვა რაღაცა ხო არის ბუნებრივ თუ რაც არის გამოსაკვლევია ალბათ. ეს ყველაფერი და ცოტა ისეთი მომენტია. ფაქტორი არსებობს, იმიტომ რომ მე რა ტელემაყურებელი ვიყო და ან მე ან ჩემი ოჯახის წევრს ჰქონდეს ეს პრობლემა, ყველაზე აქტუალური შეკითხვა ჩემთვის არის როგორ მოვხვდე. ხო, კონკრეტულად თქვა. ჩვენს პროგრამაში პრინციპში მერიასაც იგივე პრინციპი აქვს მოხვედრის, არის უნდა მომართოს ეს არის რეფერალური კომისია, რომელიც ყოველთვის ცნობილია, ინდივიდუალურ დახმარებას განიხილავს და ამ შემთხვევაში ეს მომართვაც ერთსაბჭოთა დაფინანსებაზე ხდება. ეს თავისთავად თუ აქვს ადამიანს, ალბათ თუ აქვს აპრიორი მოხდება ამ პროგრამაში, აი ეს მაინტერესებს. აუცილებლად ხდება. განცხადება უნდა დაწეროს ჯანდაცვის სამინისტროში რეფერალური კომისიის სახელზე. განცხადებას თან უნდა ახდას პირადობის დამადასტურებელი
გამოწმობა ფორმასი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სადაც დადასტურებულია, რა თქმა უნდა, ეს სიმსივნე, ასევე დამადასტურებლად დამატებით ვითხოვთ საბუთს, ეს არის მორფოლოგიური კვლევის პასუხი, სადაც დადასტურებული უნდა იყოს ჰერორეცეპტორ დადებითი სიმსივნე და ასევე ანგარიშ ფაქტურა მედიკამენტის ღირებულების შესახებ იმ აფთიაქიდან, სადაც კონკრეტულად იმოქმედებს ეს პროგრამა. რაც შეეხება აფთიაქებს, სია გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე. მაპატიეთ. ძალიან ისე ყოფითი კუთხით მინდა რომ გავარკვიო ეს. მანამდე ყველაფერი გავიგე, ვიდრე ანგარიშ ფაქტურამდე. ანუ მე ექიმა დამინიშნა ეს პრეპარატი და მე უნდა წავიდე აფთიაქში და გამოვარცხვა ღირებული, დიახ. შეძენის გარეშე, იმიტომ რომ არ მაქვს ამ ანგარიშ ფაქტურა, რომელიც მოდის ამ კომისიაზე, კომისია განიხილავს ჩვეულებრივად ამ საკითხს და ჩვენ შემთხვევაში 80-20-ზე დაფინანსება არის და 80% საფინანსებს სახელმწიფო და შესაბამისად საგარანტიო წერილით ჩვეულებრივად ეს სქემა ახლაც მუშაობს სხვა ინდივიდუალურ შემთხვევებზეც საგარანტიო წერილით მიდის ისევ აფთიაქში და უკვე შეიძენს ამ მედიკამენტს. აი განხილვის ვადები რამ ხედავ, თქვა რამდენი ხანი ვიწევს ლოდინი, თქვა. ჩვენ შემთხვევაში რეფერალური კომისია იკრიბება თვეში ორჯერ, ეს არის ორ კვირაში ერთხელ განხილვის რეჟიმი. დიახ, რა თქმა უნდა, ყველა შემოსულ განცხადებას იმ პერიოდისთვის, რაც დაკავებულია განიხილავს. აქვს ფინანსური ლიმიტი და ალბათ აქვს აქედან გამომდინარე აქვს პაციენტთა ლიმიტიც. ანუ რაღაცა რაოდენობა პაციენტებზეა გათვლილი ეს თუ მოთხოვნის შესაბამისად მე გითხარით რომ სავარაუდო სტატისტიკური მონაცემები მაგიტომაც დავიწყეთ დაახლოებით 200 ადამიანია რომელსაც ველოდებით თუმცა ეს შეიძლება არ იყოს სრულყოფილი მონაცემი იმიტომ რომ ხელმიუწვდომელობის გამო რაღაცა რაოდენობა საერთოდ ვერ მკურნალობდა და შეიძლება ეხა უკვე აი ამ დაშვებამ უკვე გამოაჩინოს ეს პაციენტების რაოდენობა თუმცა დაახლოებით 200-250 პაციენტია ბატონო გელა, ანუ მერის შემთხვევაშიც 80-20-ზე დაფინანსების პრინციპი მოქმედებს და იგივე დაახლოებით სქემა რეგისტრაციის. მერის შემთხვევაში უბრალოდ სოციალურად დაუცველი ქალბატონები 150,000 ქულის ქვევით მთლიანად ფინანსდება 100%-ით, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში 80-20-ზე. ოდნავ განსხვავებული სქემაა, იმიტომ რომ ჩვენთან არის მიზნობრივი პროგრამა ვაუჩერული დაფინანსების. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დოკუმენტაცია სამედიცინო იგივე არის, თუმცა ჩვენ უკვე პირდაპირ საგარანტიო წერილს ვაძლევთ და შეუძლიათ ამ ქალბატონებს ამ საგარანტიო წერილით პირდაპირ მივიდნენ და აიღონ ის ფლაკონი, რაც დანიშნული აქვს ეგრეთ წოდებული თარგეტული თერაპიით. ერთი დამატება მინდა კიდევ საინტერესო გაიჟღერა თქვენთან თუ როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ თუ გვაქვს თუ არა ეს დაავადება. პრევენცია სწორად იყო აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანი არის და მერიას ასევე მეორე პროგრამა აქვს, რომელიც ასევე პრევენციას, ეგრეთ წოდებული არა მარტო ძუძუს კიბოს პრევენციას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ეს არის სკრინინგის პროგრამა, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს და რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ამ რისკ ჯგუფი ქალბატონების უფასო გამოკვლევას. მათ შორის მამოგრაფია, მათ შორის თუ საჭირო ეხოსკოპიური კვლევა და ასე შემდეგ. და სწორ ნაწლავიც არის ხო მე. კი ბატონო, 4 სახის არის, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი, რომელიც აქტუალური, რომელიც არის და რომელიც ფაქტურად ლეტალობის შემთხვევა, რომელზეც ყველაზე მეტი იყო სწორედ უფრო მომართვა არის ძუძუს კიბოს და საშუალო კიბოს. რას გვაძლევს ასე ვთქვათ, პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ პრეპარატზე, რადგან სწორედ ეს ფინანსდება, ანუ ვთქვათ განკურნების პროცენტები, ეს რეციდივის შემცირების ფაქტორი და ასე შემდეგ. ანუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაავადებული ქალისთვის ეს პრეპარატი. მადლობა ამ კითხვისთვის, უბრალოდ თუ ნებას მომცემთ, ცოტა უფრო წინიდან დავიწყებ, ანუ განმარტებას მივცემ, რას ნიშნავს ჰერორ პოზიტიური ძუძუს სიმსივნე. ეს აქვე გაებდნენ, ვინაიდან სხვადასხვა ფორმები არსებობს, რომ მიხვდნენ ქალბატონები და ყველა დარჩა მქონდეთ იმედი. ესე იგი ჩართვის პროგრამაში. ძუძუს ადრეული კიბო, როგორც უკვე ვთქვით, მოიცავს პირველ, მეორე, მესამე სტადიას. და მინდა ვთქვა, რომ ძუძუს კიბო ძალიან მრავალფეროვანია თავისი ბიოლოგიით. და შესაბამისად არსებობს ჰორმონდადებითი ძუძუს სიმსივნე, ჰორმონუარყოფითი და ჰერორ რეცეპტორ დადებითი ან უარყოფითი. აი ის პაციენტების ჯგუფი, რომელიც ამ პროგრამაში ხვდება, მათ უნდა ჰქონდეთ იმუნოჰისტოქიმიურად დადასტურებული HER2 3+, აი ამას ხაზს უსმევ, იმიტომ რომ არის ეს დამატებითი კითხვები ექიმებისადმი, მორფოლოგებისადმი, არსებობს ერთ-ერთი კვლევის მეთოდი, მორფოლოგია უფრო გაღრმავებული, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, რომელიც ამ რეცეპტორს ავლენს.
ეს არის 1+, 2+ და 3+. 1+ ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი ამ შემთხვევაში ეფექტს არ მოგცემს, ანუ არ ჭირდება პაციენტს ეს მკურნალობა. არის 2+, არის რომელიც შუალედურია და მას დამატებით დაზუსტება ჭირდება და არის 3+, რომელიც უკვე აპრიორი ვიცით, რომ ეს პრეპარატი ბოდიში ეს 1, 2, 3+ მდგომარეობის სიმძიმის გამომხატველი არ არის. ეს არის რეცეპტორის, ასე ვთქვათ, გამოვლენის ხარისხი, რომელიც არის კვლევის მეთოდი. და კვლევის მეთოდის, ასე ვთქვათ, შედეგი არის 1+, 2+ და 3+. როდესაც საქმე გვაქვს 2+-თან, ეს არის, ამას ჭირდება გაღრმავება კვლევის, ეს უკვე გენეტიკური ანალიზია, სადაც ვადგენთ გენური, ასე ვთქვათ, ამპლიფიკაცია, ეს უკვე სამედიცინო ტერმინია, ანუ სიჭარბე არის ამ გენის თუ არ არის. თუ ჩვენ დამატებით გენეტიკური კვლევით ვავლენთ, რომ ამ გენის სიჭარბე არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად დადებითია ამ რეცეპტორზე და მას ესაჭიროება ჰერცეპტინით მკურნალობა და არა მარტო ესაჭიროება, არამედ ეფექტურია ამ შემთხვევაში, თორე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ასე, ნებისმიერმა შეიძლება ჰერცეპტინი გადაისხოს, მაგრამ მას არანაირი შედეგი, ბენეფიტი არ ექნება. თვითონაც აწვალებ ადამიანს და ყველა ხარჯისწყვილა არის და გარდა ამისა, აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის ესეთი უსაფრთხო წამალი, მას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები ისე როგორც ნებისმიერ პრეპარატს, ამიტომ მისი დანიშნულება უნდა იყოს ძალიან მიზანმიმართული. კონკრეტული, ხო? ეს რაც შეეხება ამ ჯგუფს, რომელიც მოხდება ამ პრეპარატის მისაღებ განსახილველ ჯგუფში. და მეორე რა არის ეს პრეპარატი? ეს პრეპარატი ეგრეთ წოდებული მონოკლონური ანტისხეულია, რომელიც სწორედ აი ამ ჰერორ რეცეპტორს ბლოკავს, რომელიც დამახასიათებელია განსაკუთრებით სიმსივნური უჯრედებისადმი, რომელიც განუსაზღვრელად მრავლდებიან. ამ რეცეპტორის დაბლოკვის ხარჯზე ეს უჯრედი აღარ მრავლდება და კვდება. იმიტომ რომ სიმსივნის როგორც უკვე აღნიშნე, ყველაზე ცუდი თვისება არის, რომ მას არ აქვს სიკვდილის უნარი. ის მრავლდება და არ კვდება, ან ძალიან დიდი ხნის მერე კვდება. ეს პრეპარატი 2006 წელს, ასე ვთქვათ, კვებისა და წამლის სააგენტომ ამერიკაში დაამტკიცა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი ძუძუს კიბოს ამ ჯგუფისთვის. თავიდან ეს პრეპარატი შემოღებული იქნა როგორც მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ და შემდეგ მოგვიანებით უკვე როგორც ადრეულ სტადიაში. და თავიდანვე ძალიან მალევე 2 წლის კვლევის შედეგებმა, შემდეგ შუალედურმა 5 წლის, შემდეგ 8 წლის და ეხლა უკვე დადებულია 10 წლის მეთვალყურეობის შედეგები, მნიშვნელოვნად შეამცირა რეციდივის რისკი. დაახლოებით 45%-მდე და მნიშვნელოვნად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. შეიძლება კითხოთ, გავარკვიეთ, რომ კურსი შედგება 13 მიღებისგან? საშუალოდ 1 წელი უნდა იღებდეს პაციენტი, 52 კვირა. 52 კვირა. ეს ერთი კურსი საკმარისია ხოლმე, აი კარგი პროცენტის მისაღებად, თუ ვთქვათ, განმეორებითი კურსი, რა როგორი ძალიან კარგი კითხვაა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ძუძუს კიბოს მკურნალობა კომპლექსურია. ქირურგია, მედიკამენტოზური მკურნალობა, სხიური თერაპია. და სამიზნე, ანუ ტარგეტული თერაპია, რაც ჰერცეპტინს გულისხმობს. ადრეულ სტადიაზე ეს არის ის ერთწლიანი კურსი, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია. და სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ 2 წელი იღებდნენ პაციენტები თუ 1 წელი, შედეგი ერთი და იგივე იყო. შესაბამისად, 1 წელი არის დღეს საერთაშორისო სტანდარტი. ჩემი შეკითხვა იხსნება პირდაპირ, მინდოდა მეკითხა, რომ თუ განმეორებითი კურსი ჭირდება, იმას თუ დააფინანსებ, რა კასტი ოპტიმისტური პროგნოზია, მაშინ კითხვაც მოხსნილი. და მაინც კიდევ ერთხელ აი ეს ძალიან ტექნიკური საკითხები, რომელიც მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ვადები აქვს ამ პროგრამას, ასე ვთქვათ, თუ იქნება რაღაცნაირი ერთი ეტაპი, ვთქვათ, მეორე ეტაპი და ასე შემდეგ. ჩვეულებრივ ყველა სახელმწიფო პროგრამა არის 1 წლის ფარგლებში, როგორც იცით, ანუ შესაბამისად წლის ბოლომდე მოქმედებს ეს პროგრამა, თუმცა მემორანდუმი, რომელიც ჩვენ გაფორმებული გვაქვს მიწოდებელ კომპანიასთან, ეს მემორანდუმი არის 2 წლიანი ამ ეტაპისთვის, შესაბამისად წელს ნებისმიერი შემთხვევა, ვინც დაიწყებს მკურნალობას, ჩვეულებრივად დაასრულებს და ანუ ეს პროგრამა, ასე ვთქვათ, გაგრძელდება მომავალ წელსაც, ანუ ისინი შეძლებენ, რომ სრულად მიიღონ ეს მკურნალობა. იმიტომ რომ წლის ბოლოს შესაძლებელია რომ ვიღაცას დაიგინდეს ეს დაავადება და მან უნდა ჩაამთავროს ასე ვთქვათ მკურნალობის კურსი. იქ თქვენ როდესაც საუბრობდით ვთქვათ აი ამ კვლევის შედეგად დადასტურებულ შემთხვევებში ესეთი კითხვა გამიჩნდა, რადგან სწორედ ეს
ფინანსდება ამ პროგრამით 3+, როგორც თქვენ ახსენეთ. ანუ ეს არის ყველაზე ხშირი, თქვათ, დადასტურებული შემთხვევა, ანუ სტატისტიკა როგორია, მაგრამ გეტყვით მაგაზე, აი ქალბატონმა ეკამ ახსენა, რომ წელს საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ პირველად დაიდო კანსერ რეგისტრის შედეგები საქართველოს მასშტაბით და იქ წლევანდელი, ასე ვთქვათ, წინა მონაცემებით 1700 ახალი შემთხვევაა ძუძუ სიმსივნის. რასაკვირველია, ეს ყველა ადრეული სტადია არ არის, სამწუხაროდ. და საშუალოდ მსოფლიო სტატისტიკით, ჯერჯერობით საქართველოს სტატისტიკა ამ მიმართულებით არ აქვს, 20-25% არის HER2 პოზიტიური სიმსივნე. შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ ყველა არ არის ადრეული სტადია, დაახლოებით გამოდის, აი როგორც ქალბატონმა ეკამ თქვა 200-250. თუმცა რასაკვირველია, ხელმისაწვდომობა ეხარახან გაიზარდა დიაგნოსტირების მკურნალობის, ალბათ უფრო მეტი გამოვლინდება, იმიტომ რომ სტატისტიკურად ამდენ მაჩვენებელს არ ველოდით ონკოლოგიაში. მე როგორც ვიხდი, პირველ რიგში ქალბატონებმა სანამ მოგმართავენ თბილისის მერიასა თუ ჯანდაცვის სამინისტროს, უნდა გაიარონ კონსულტაცია საკუთარ ექიმთან, გადახედონ საკუთარი კვლევის შედეგებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორედ აი რაზეც ქალბატონია საუბრობდა, სწორედ ეს დიაგნოზი დასტურდა, ამ შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ, მიიღონ 80%-იანი დაფინანსება და თუ ისინი არიან სოციალურად დაუცველები, 100%-იანი დაფინანსება თბილისის მერიის. არა რაიმე ან მერიის ან ჯანდაცვის საიტზე ეს საშუალება რომ მოინახოს ჩამონათვალი საბუთების. დიახ, სრული ინფორმაცია ჩვენ საიტზეც დავს, მერიის საიტზეც არის განთავსებული, ასევე აფთიაქების შესახებ ინფორმაცია, არის ხელმისაწვდომი, ასევე ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას. მაგრამ მაინც უმჯობესია, რომ 2 წელიწადში ერთხელ ქალბატონებმა არ დავიზარონ აბსოლუტურად უფასო პროგრამა, სადაც არიან არაჩვეულებრივი ექიმები სკრინინგ ცენტრში მივიდნენ და იყვნენ დაცულები და 2 წელი მშვიდად იცხოვდნენ. მე დავამატებ თუ შეიძლება არა მარტო მერიას აქვს ეს პროგრამა, ეს საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროც ზუსტად იგივე პროგრამას ახორციელებს, ანუ ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერში შეიძლება რომ გაიარონ ეს. დიდი მადლობა ინტერაქტივის განხილვის კვლავ 53.3 თვლის რომ დიახ და არა პასუხი არის 58.7 ამაზე ვისაუბრეთ დაწვრილებით შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენ გაცემით. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს.